საფრთხეში არსებული ეს შენობა ჯერ კიდევ სადავოა იქამდე, მაგრამ სპეციალური კომისია არ გადაწყვეტს ეს კედლები მუსლიმ მოსახლეობას თუ მართლმადიდებელ მოსახლეობას ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, შენობის ეზოში მაინც არის დამონტაჟებული საბრა, რომელიც გვაუწყებს, რომ აქ ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია იწყება. სოფელ მოხეს სადაო საკულტო ნაგებობის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ ცნობილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა. სპეციალური კომისია, რომელიც 2 დეკემბერს შეიქმნა 11 კაცით დაკომპლექტდება, რომელშიც 3 მუსლიმთა თემის, 3 საპატრიარქოს, 2 ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო თითო გამგეობის გუბერნიისა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლები იქნებიან. კომისიას რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე უხელმძღვანელებს. არის მიღებული ორ საკითხზე. პირველი, რომ შეიქმნა კომისია, დაევალა რელიგიის სააგენტოს დებულების მომზადება და დაევალა ძეგლთა დაცვის სააგენტოს განსაზღვროს ის პრიორიტეტები, რომელი საკითხები წინა პლანზე წამოწევის საშუალებითაც იქნება სამუშაო მიმართულება. აქ შეიძლება იყოს ისტორიკოსების მოწვევა, სპეციალისტების მოწვევა, ხუროთმოძღვრების, არქეოლოგების, ძეგლთა დაცვის შესაბამისი კომპეტენციის მიმართულება და ყველანი ერთად, როგორც სახელმწიფო, ისე მართლმადიდებლები და ისე მუსლიმები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იყოს ყველა მხარისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასე მართლმადიდებლებისთვის, ასევე მუსლიმებისთვის. რა გადაწყვეტილება იქნება, ამას ვერავინ ვერ ვიტყვით წინასწარ, ამისთვის სამუშაო დაგჭირდება და არც მე და არც კომისიის არც ერთი წევრი არ დავზოგავთ თავს, რომ ვიმუშაოთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. შენობა იყო მეჩეთი, ჩვენ ინფორმაცია მაქვს ამაზე. და ღმერთით კიდევ ერთხელ მე მივანდობ ჩვენ რა თქმა უნდა ძეგლთა დაცვის სამინისტროს ამ ყველაფერს და იმედი მაქვს რომ ეს იქნება ყველაფერი მომავალში ცნობილი თქვენთვისაც. სოფელ მოხეში მუსლიმი მოსახლეობა კომისიასთან ითანამშრომლებს, თუმცა სადაო საკულტო ნაგებობის შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. მათი განმარტებით შენობა მუსლიმ მრევლს ეკუთვნის და მათ დროულად უნდა გადაეცეთ, რადგან ამ დრომდე ისინი დაქირავებულ შენობაში ლოცულობენ. ამ კომისიის შექმნა საერთოდ არ იყო საჭირო, რადგანაც საქართველოში ბავშვმაც კი ის განსხვავებს ეკლესიას და მეჩეთს ერთმანეთსაგან. ეს არის რელიგიური სასტიკი დისკრიმინაცია და არ უნდა ჩვენთვის მოცემა. ეს არის და ესა. ხოლო კომისია, მე იმედი მაქვს, რომ კომისია თუ შეიქმნა, მე არ ვიცოდი, თუ შეიქმნა კომისია, ხომ? იმედი მაქვს, რომ ისინი გადასწყვეტენ რეალურად როგორც არის. კომისიას ჩვენ ზაზა ვაშაყმაძე რომ იყო ჩვენთან ჩამოსული შელის მეჩეთში შეხვდა. იმის მერე ველოდებით ეს სულ უახლოეს ხანში უნდა შექმნილიყო, საჭირო რა თქმა უნდა არ იყო ამისთვის, მაგრამ მაინც უნდა შექმნილიყო ერთ კვირაში დაახლოებით, ერთი კვირის ფარგლებში ისე შეგვირდა მაშინ. იმის მერე ალბათ ერთი თვე გავიდა, ამას ველოდებოდით ამ საქმეს, მაგრამ ნახოთ, იმედი გვაქვს მაინც, ღმერთის იმედი მაინც გვაქვს ჩვენ. მუსლიმი მრევლისაგან განსხვავებით მართლმადიდებლები ვითარების გასამუხტად სპეციალური კომისიის შექმნის აუცილებლობაში დარწმუნებულნი არიან და იმედოვნებენ, რომ კომისიის წევრები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა მათივე სურვილია, რომ მომავალში დაპირისპირების თავიდან ასეცილებლად მოხის ცენტრში მდებარე სადაო შენობა დაიშალოს. რა თქმა უნდა, კომისია აუცილებლად უნდა შექმნილიყო იმასთან დაკავშირებით ეს ქვები, რომელიც წარმომავლობისაა ქრისტიანულია თუ მუსლიმანური ეკლესიის ქვები არის. ჩვენ მოვითხოთ მოსახლეობა, მართლმადიდებლები, რომ თუ ქრისტიანულია, დაიშალოს და წავიდეს, თუ მუსლიმანური წარმოშობის არის, კვლავ დაიშალოს და წავიდეს. ეს შენობა აქ არ უნდა იდგეს. აღარაფერი არ გვინდა, ჩვენ ეს იქნება ერთგვარი დღეს თუ გაჩნდება, ხვალ მაინც პროვოკაციას წარმოშობს. აქ არ უმოქმედი მეჩეთი არ ყოფილა, არ ულოცი არ არის. ეს არის ეკლესიის ქვებით აშენებული, რა საკეთებდნენ რა ვიცი. იქ უნდა გაარკვიოს სიმართლე გავიგოთ კაცო რა. დასამალი რა არის, დასაფარი რა არის, გავიგოთ სიმართლე, ეკლესია შენდებოდა, მეჩეთი იყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის ცენტრში არსებული შენობა ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირების მიზეზი მას შემდეგ გახდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიბლიოთეკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმი თემის მტკიცებით შენობაში ადრე მეჩეთი ფუნქციონირებდა, მართლმადიდებლები კი შენობის ქრისტიანულ წარმომავლობაზე საუბრობენ. რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ შენობის ისტორიული კუთვნილების დასადგენად ხელისუფლებამ შესაბამისი კომისიის შექმნა გადაწყვიტა. მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის შემსწავლელი კომისიის მორიგი შეხვედრა
შეხვედრა 2014 წლის 27 დეკემბერს გაიმართება.